სასწორი ჩვენთან არის ჩვენ ენერგია და არა მე ენერგია. მერკური სასწორი არის მე მინდა სილამაზით გამოვხატო ჩემი თავი, გრძნობით, არის შინაგანი დახვეწილობა, მაგალითად შეიძლება ლაპარაკობდეს ძალიან ჰარმონიულად, ძალიან ლამაზად ადამიანი, შეიძლება ორიენტირებული იყოს უფრო, ერთ აზრზე ვიყოთ, მაგალითად, ხო? შევთანხმდეთ, შეთანხმებებზე ორიენტირებული. მერკური სასწორში ეს არის აზროვნება, ცოტა მერყევი. მოდი იმასაც გავუგოთ, ამასაც გავუგოთ. სასწორი ზოგადად არის საზოგადოებრივ აზრზე ორიენტირებული ნიშანი, როცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ხალხთან ჩემი ურთიერთობა. მე ისე უნდა ვაზროვნებდე, რომ ყველასთან ურთიერთობა შევძლო. მეშვიდე სახლის მსგავსი შეიძლება იყოს, ან მერკური ვენერას შეერთებას გარკვეულად ესე შეიძლება იყოს. გიждდებიან ესთეტურად მოსაუბრე ადამიანებზე, ან თვითონ არიან ძალიან ესთეტურად მოსაუბრეები, ეს არის გამოხატვა ხდება ძალიან ლამაზად და სასიამოვნო განწყობას ქმნის თავის თავზე და ძალიან სასიამოვნო ხდება ურთიერთობა ადამიანთან, ძალიან ჰარმონიული, რაღაც სიმშვიდეს უნდა გამოვხატავდე. და ასევე ესეთივე ურთიერთობები მოწონთ, ესეთივე ადამიანები, რომლებთანაც ეს შეიძლება. არაკონფლიქტური არის. შეუძლიათ გაჩუმდნენ და არაფერი არ თქვან, თუ მათი სიტყვა კონფლიქტს გამოიწვევს. ან გაუგებრობას ურთიერთობებში ძალიან დაზიანებული უნდა იყოს ეს მერკური, რომ წავიდეს კონფლიქტზე მაგალითად. და კონფლიქტს მე იმას არ გულისხმობ, ხა ჩხუბი და წივილკივილი. აქ ელემენტარული, არა მე არ გეთანხმები. ან ისე ლამაზად იტყვის, რომ მე არ გეთანხმები, რომ გავდეს რომ მე გეთანხმები. ეს სასწორული ლავირება შემოდის, ხო აქ და ეს არის მათთვის მთავარი, რომ შეიძლება არ ვიყოთ ერთ აზრზე, მაგრამ უნდა ვიყოთ დავრჩეთ ძალიან ჭიდრო ურთიერთობაში და ეს რომ მოხდეს იმდენად მრავალი მხრიდან შემიძლია პრობლემის ანალიზი. სხვადასხვა კუთხიდანაც დავინახო, ისე ლამაზად აუხსნა ადამიანს, რომ ვერც გაიგოს, რომ მე რამეს ხო უთხარი. ეს ახასიათებს ამ მერკურს და ნეგატიური რა შეიძლება ხა იყოს, ყველა მერკურს აქვს თავის პოზიტიური ნეგატიური მერყეობა, ანუ თქვა არ ვიცი. ეს ვიყიდო თუ ის ვიყიდო არ ვიცი, ანუ სასწორული მერყეობა შემოდის. შემოდის საზღვრების დაუცველობა, საკუთარი საზღვრების თუ დაზიანებული არის მერკური, აქ შეიძლება რომ ყველაფერზე ვეთანხმები ადამიანს, ოღონდ ჩვენ შორის კონფლიქტი არ მოხდეს და გარკვეულწილად უპირატ ურთიერთობებში შეიძლება აქ პრობლემა გამოვლინდეს, რომ გამოდის, რომ ვერ გებისხვებს სულ და მე ჩემი შინაგანი სურვილები არის გაუთვალისწინებელი.